მე ჭყონდიდის ეპარქიაში 15 წელიწადია ვცხოვრობ და ბალდის მონასტრის, მამათა მონასტრის წინამძღვარი ვარ არქიმანდრიტის ხარისხში და ჯერ მღვდლობა შემიჩერა გრიგოლ კაცია. ასე თქვა რომ მე შევაჩერეო, მაგრამ ის მოხსენიებითი ბარათი, რომლითაც მე ვითხოვე რომ ამ ბრალდებაში მყოფ კათოლიკოს პატრიარქს, რომელზედაც რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე ბრალდება და შემდეგ მიტროპოლიტმა პეტრემაც თქვა რომ მე ვიცი მამაო ეს ყოველივე და ამას აუცილებლად სინოდის ხდომაზე დავაყენებო, მან დააყენა ეს საკითხი სინოდის ხდომაზე და მასაც აყარეს მღვდლობის პატივი. ეს ყველაფერი ჩემგან არის დაწყებული და მე ვიყავი ადამიანი პირველი, რომელთანაც თქვათ მოვიდა ადამიანი თავისი გაჭირვება შემომავედრა, თხოვა რომ მეუფე პეტრეს ყურამდე მიმეწვდინა ეს საუბარი, რაც მე ავასრულე, რაც ეხება უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქმა შეთავაზა მამათმავლობა ამ კაცს. მე მივედი მეუფე პეტრესთან, მოუყევი, აუხსენე ეს ასეთი და ასეთი რამე ხდება, რაც ჩემთვისაც გეუბნებით ეს იყო ერთი სიკვდილი გავათავე უიმერულად რო იყვნენ ასე. ერთჯერ მოვკვდი ეს რო გევიგე და კაცმა ასეთი რამე თქვა პატრიარქს. და როცა მე მას მკაცრად მოვთხოვე, მითხრა რომ აგერავარ ბატონო მომკალით თუ გინდა. მაგრამ ასე იყო და ღვთის წინაშე ვამბობ რომ ასე არის მართალია. მივედი მეუფე პეტრესთან და მას მოუყევი ეს ყველაფერი, მან მითხრა რომ მამაო ვიცი ეს ყველაფერი, მეც მაქვს გაგონილი და რამოდენიმე ადამიანი სხვები კიდე არსებობენ ამის მოწმეები და მე ამას აუცილებლად სინოდის ხდომაზე დავაყენებ ამ საკითხს. მე თუ არ დავაყენე, ამას არავინ არ შეიტანს სინოდის ხდომაზე და არასდროს არ განიხილება ეს. და მე ხედავდი რომ 3 წელიწადი დაჭირდა მეუფეს ამ ყველაფრის განსახორციელებად. და ჩვენ აქ ეპარქიაში ხედავდით რომ ჩამოდიოდნენ მეუფეები, მეუფე პეტრეს გვერდში დგომას უცხადებდნენ, აგულიანებდნენ შემართებით, ასე რომ ისინი ყველა ამ გამარჯვებით იქნებოდნენ, თვითონაც ყვებოდნენ სხვადასხვა ისტორიებს. მაგრამ შემდეგ ყველა გაჩუნდა, არავინ აღარ იღებს ხმას. მაგრამ მეუფე პეტრე მაინც არ დაიხია უკან და მაინც სინოდზე ამ ყველაფრის დაასახელა. შემდეგ მეორე ადამიანი, რომელიც მამა ანდრეასთან ასე ინტერნეტ ჩართვაზე